გამარჯობათ, მოგესალმებით. გასულ კვირას განმტკიცდა 2012 წლის ბიუჯეტი. ბევრი ვიმუშავეთ მთავრობის წევრებთან, პრეზიდენტის ოფისთან, პარლამენტთან. საკმაოდ დაბალანსებული ერთ-ერთი ყველა ჯანსაღი ბიუჯეტია, მომავალი ბიუჯეტი. ჯამურად ნაერთი ბიუჯეტი 8.5 მილიარდ დოლარამდე ადის, რაც შეგვიძლია ვთქვათ 10 ჯერ უფრო მეტია, ზუსტად 11 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2003 იყო საქართველოს ბიუჯეტი და მაშინ თან სეკვესტრდებოდა გაგახსენოთ ამ ბიუჯეტის ხოლმე. სახელმწიფო ბიუჯეტი არის 7 მილიარდ 940 მილიონი ლარი, ნაერთი ბიუჯეტი 8.5 მილიარდ ლარამდე არის. ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია 3.5%-ით, რაც ერთ დაბალი მაჩვენებელია ჩვენს რეგიონში და მიზანსალმებელია, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. ჩვენი მიზანია, რომ 3%-ით გადაჭარბება 2013 წელს, რაც ასევე ძალიან ჯანსაღი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. გათვალისწინებულია 5%-იანი თვიანი შედარებული პროდუქტის ზრდა, ხოლო რაც შეეხება დანახარჯებს, აქ თავად დაგებულია მაინც სოციალური ხარჯები, ჯანდაცვა და განათლება და სოფლის მეურნეობა. ეს არის სამი მმართველობა, რაც ძირითადად გაზრდილია მიმდინარე წელთან შედარებით. გაზრდილი არის განათლების დაფინანსება საგრძნობლად, გაზრდილი არის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაფინანსება. მე აქ გულისხმობ პირველ რიგში საპენსიო პაკეტის დასს, ასევე გულისხმობ იმას, რომ მომავალი წლის 1 სექტემბრიდან დადგება სადაზღვევო ვაუჩერები და ეს ამ ვაუჩერებს მიიღებს აბსოლუტურად ყველა პენსიონერი და 0-5 წლამდე ბავშვი, რაც სერიოზული გარკვევა იქნება ჩვენი ჯანდაცვის სფეროში. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ საგრძნობლის და ასევე სოფლის მეურნეობის დაფინანსებაშიც, რაც ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ბოლოს რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აქაც საგრძნობლის და დაფინანსების მხრივ მილიარდ ლარამდე იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს საგზაო წყლის პროექტების და ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება. ეს არის ჯამში, რაც მინდა მეთქვა 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ. მე ვთხოვ ყველა სამინისტროს, რომ მცირე პრეზენტაცია გაუკეთოს საზოგადოებას და ჟურნალისტებს 2012 წლის პრიორიტეტებზე. ამ შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში სამინისტროები და მინისტრები გააკეთებენ ასეთი პრეზენტაციას მთავრობის ხომაზე და მინდა რომ თემა საზოგადოებამ იცოდეს თუ რა გაკეთდა 2011 წელს და რის გაკეთებას ვაპირებთ 2012 წელს. ყველა სამინისტროს, ყველა მინისტრს ვთხოვ, რომ ეს პრეზენტაციები გააკეთონ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა, დღესაც ჩვენ რა ვთქვათ.